შვილის ნუკრის თვალებით და დისნეის მულტფილმის პერსონაჟის ხმით Carry Me Home's ანიკე კუა The Groove-თან ერთად ასრულებს. ჯეოსტარელი გოგონა ასევე მუსიკალური პროექტის გამოზრდილ გიორგი ღვთისიაშვილთან ერთად იმ ახალი წამოწყების ნაწილია, რომელიც Bravo Records-ის ანგარიშს მიეწერება. 8 მარტს მუსიკალური სივრცის გაყიდვებში ახალბედა ჯგუფის The Groove-ის პირველი სტუდიური ალბომი გამოვა. ტრადიციისამებრ კოლექტივს Bravo კონცერტით წარგვიდგენს. ძალიან საინტერესო ჯგუფია Groove, ახალი მუსიკალური თვალსაზრისით ძალიან მდიდარი, საინტერესო. მათი პირველი ალბომი არის მრავალჟანრობრივი, შემიძლია ასე ვთქვა და ეს სწორი მიდგომა, რადგანაც პირველად როდესაც სამხარებლო ბაზარზე შედის, ყოველთვის საინტერესოა უფრო მრავალი პლანით გააცნოს სვენელს თავი და მერე უკვე ბევრად ადვილად მოხდება მარკეტინგი. The Groove შვიდკაციანი კოლექტივია, რომლის სოლისტებსაც ქართველი მსმენელი კარგად იცნობს. დიდხნიანი პაუზის შემდეგ სცენაზე ანიკე კუა და გიორგი ღვთისიაშვილი გამოვლენ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ისევ დავბრუნდი სცენაზე. თან ესეთი რაღაც მასშტაბური პროექტით, რომელსაც Bravo Records-თან ერთად შეთანხმებულად ვაკეთებთ ჩემი აზრით საინტერესო მუსიკას, მრავალფეროვანს და ისე ცოტა უცნაურს, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, რომ მსმენელსაც ძალიან უნდა მოეწონოს წესით. ველოდებოდი ჩემ ბედნიერ მომენტს, როცა გამოჩნდებოდა ადამიანი, ვინც სიმღერას დამიწერდა. რეალურად ამისთვის გავედი ჯეოსტარზე, რომ ადამიანი ყოფილიყო, ვის სიმღერებსაც ვიმღერებდი. მე მანდა მაინც მაგის ნიჭი არ გამაჩნია და აუდიტზე ყველა წარმოუდგენელ სიტუაციაში გავიცანი ესეთი ადამიანი, ეს არის გიორგი ვახტანგიშვილი, შემდეგ უკვე მოვედით Bravo-ში, შევქმნით ბენდი, დავიმატეთ ანი და მოკლედ პერიპეტიებში ბევრი ქარტეხილ გამოვლილი ადამიანები ვართ. აი, ნახოთ როგორ დაგვირგვინდება ეს ყველაფერი 8 მარტს. რაც შეეხება თავად The Grooves, ეს უკანასკნელი 7 კაცისგან შედგება და სიმღერებს მხოლოდ ინგლისურ ენაზე ქმნის. როგორც თავად ამბობენ, ეს ბანალური სასიყვარულო ბალადები არაა. მაგალითად, მათი ერთ-ერთი სიმღერის სახელწოდება Run Forest Run გახლავთ. სიმღერები არის ალბათ გათვლილი უფრო ადამიანებზე, რომელსაც არა მარტო თქვა მუსიკალური მხარე აინტერესებთ, არამედ ასევე აინტერესებთ რა ტექსტია, ხო, მის რაზეა ეს სიმღერა და ისე მოხდა, რომ ჩვენ ამ სიმღერების წერის დროს შევძელით, რომ მელოდიური და ტექსტური ნაწილი იყოს სინერგიაში ერთმანეთთან. ჯგუფი The Groove 2012 წელს შეიქმნა. მათი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ვიდეორგოლი ჩვენს არხზეც ტრიალებს. თუმცა მას მერე კოლექტივის მუსიკალური მიმდინარეობაც კი შეიცვალა და გაცილებით მიზან მიმართული გახდა. დღევანდელ დღეს ის ფორმატი და ის შემადგენლობა, რომელიც დღეს გვაქვს, წლის მანძილზე შეიცვალა. ჩვენ გვყავს ახალი გუნდის წევრები და ჩვენ ვთვლით, რომ აი დღევანდელ დღეს ალბათ სრულყოფილად ვარ წარმოდგენილი მუსიკოსების თვალსაზრისით იმ მხრივ, რომ სწორედ ის შევქმნათ, რაც ჩვენ გვინდა. ახალი სახით, წევრებით და ალბომით The Groove მსმენელის წინაშე 8 მარტს კონცერტით წარსდგება. კრებულს, რომელიც 12 ნამუშევარს აერთიანებს, Meditate ქვია და ალბათ სწორედ მედიტაციისგან მოგვრილი სიმშვიდე ასოცირდება იმ შიგთავსთან, რაც CD-ში The Groove-თან ერთად Bravo Records-მა ჩადო.